ბუჩეჩუმი, ცეკვა მარაოებით. კორეული ტრადიციული საცეკვაო ხელოვნებაა, რომელიც განსაკუთრებით ცნობილია თავისი ელეგანტურობითა და სიმბოლურობით. მოცეკვავეები იყენებენ ფერად მარაოებს და ჰარმონიული მოძრაობებით ქმნიან ფიგურებს, რომლებიც ბუნების ელემენტებს, მაგალითად ყვავილებს, ტალღებსა და პეპლებს განასახიერებენ. ცეკვა მარაოებით პირველად მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა, თუმცა მის ფესვებში ძველი შამანური და სამეფო ცეკვების ტრადიციებია შერწყმული. დღეს ის კორეის კულტურული სიმბოლოა და ხშირად სრულდება როგორც ქვეყნის ეროვნული იდენტობისა და სილამაზის გამომხატველი სასცენო ნომერი. ჰანბოკი სიტყვასიტყვით კორეულ ტანისამოს ნიშნავს. მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც კულტურული, ასევე ისტორიული კუთხითაც. დღესდღეობით ჰანბოკს მხოლოდ ტრადიციულ დღესასწაულებზე შევხვდებით და ასევე ისეთ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როგორებიცაა მაგალითად ქორწილი ან ბავშვის პირველი დაბადების დღე. აღსანიშნავია, რომ ჰანბოკმა საერთაშორისო ყურადღება და პოპულარობა სწორედ კორეულ ტელევიზიაში გაშუქებული ისტორიული დრამებისა და გადაცემების საშუალებით მოიპოვა, რომლებიც აჩვენებდა თუ როგორ იმოსებოდა კორეელი ხალხი ძველად. მიუხედავად იმისა, რომ ჰანბოკის დიზაინი წლების მანძილზე იცვლებოდა, მისი არსებითი ფორმა ხელუხლებელი დარჩა. ეს ტრადიციული სამოსი მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა კორეული დინასტიების, თანმიმდევრული ცვლილებებისა და მასთან დაკავშირებული სოციალური წესრიგის შესახებ. ჰანბოკის ისტორია სამი სამეფოს პერიოდიდან იწყება, როცა გოგურიოს, შილასა და ბეკჯე სამეფოებმა დაიკავეს კორეის ჩრდილოეთი, სამხრეთ-დასავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილები. უძველეს არტეფაქტებზე დაყრდნობით ჩანს, რომ როგორც ქალბატონები, ისევე მამაკაცები რამდენიმე ელემენტისაგან შემდგარ ტანისამოს იცვამდნენ. პირველი, ეს გახლავს ჯოგორი, ზედა ჩასაცმელი, შემდეგ ბაჯი, მამაკაცებისათვის განკუთვნილი ფართო შარვალი და ქალბატონებისთვის განკუთვნილი ფართო ქვედაბოლო, სახელად ჩიმა.